მოგესალმებით ნიმატაროს არხზე. ნიმატაროს მეგობრებო. ნიმატარო ეს არის გზა თქვენი სულიერი ჰარმონიისკენ. მე დღეს ასეთი გაშლით მოვედი თქვენთან. სამყაროს მინდა დავუსვათ შეკითხვა. რატომ ვკარგავთ ერთმანეთს ემოციურად? აქ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქროთ. სამ ვარიანტად გავშლი და გსურთ უბრალოდ მოусმინოთ ვიდეოს, გსურთ ერთი რომელიმე ვარიანტი აირჩიეთ. რატომ ვკარგავთ ერთმანეთს ემოციურად პირველი ვარიანტი? რატომ ვკარგავთ ერთმანეთს ემოციურად მეორე ვარიანტი? და რატომ ვკარგავთ ერთმანეთს ემოციურად მესამე ვარიანტი? ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი რომელიმე და მათთვის ვინც უკვე ჩაიფიქრა, მოდი დავიწყოთ გაშლა. პირველი ვარიანტი. ხმლების ოთხიანი. ეს არის ბარათი, რომელიც ემოციურ, მენტალურ გადაღლაზე მიუთითებს. ეს ბარათი ცალსახად გვეუბნება, რომ რაღაცა ენერგია არის დაპაუზებული. არის გადაღლილი, დაცლილი ყოველგვარი ემოციებისგან, რომ ადამიანს ჭირდება დასვენება, რაღაცა დისტანცია, ან რაღაცა პერიოდის დახურვა და ჩახურვა, ხო? რომ მას არ აქვს იმისი ძალა, რომ თავისი გრძნობები და ემოციები გამოხატოს, ანუ თვითონ თუ ადამიანი გამოფიტულია, მას არ შეუძლია რაღაცების გამჟღავნება და გამოხატვა. ეს ადამიანი არის საკუთარ თავში და საკუთარ გრძნობებში ჩაკეტილი და ამ ეტაპზე მას უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ურთიერთობაში იყოს. ის არის გაჩერებული და ის არის გამორთული და გათიშული. ეს არ არის, ეს არ შეიძლება იყოს, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება, მოკლედ ეს არ შეიძლება იყოს საბოლოო დაშორება. ეს უბრალოდ არის თითქოს რაღაცა პაუზა, როდესაც ადამიანს ჭირდება ენერგია, დატენვა, დამუხტვა, რომ რაღაცა ძალა ქონდეს, რომ რაღაცა გააგრძელოს რა. ხვდებით ხო? მაგიტომ არის ეს ემოციური დაშორება, რომ უბრალოდ ენერგია არ აქვს ადამიანს, რომ გააგრძელოს ცხოვრება, ან ურთიერთობა, ან რა ვიცი რაღაცა ახალი, ჯერ თვითონ უნდა გაივსოს, რომ შემდეგ სხვასაც გაუზიაროს. ბუნებრივია. მეორე ვარიანტი, ეს არის თასების 9. ეს როგორც წესი, ეს ბარათი სურვილების ასრულებას, რაღაცა კმაყოფილებას, ასეთი ბარათია და ამას ნიშნავს. და ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია ესეთი ფორმულირებით ვთქვათ, რომ არის უფრო ემოციური თვითკმაყოფილება. როგორი მდგომარეობა იცი? მე ისედაც კარგად ვარ, ესეც ძალიან კარგად ვარ რა. მე თვითონაც კარგად ვარ, სხვა არავინ არ მჭირდება. ან მაგალითად ურთიერთობაში რაღაცა ის ძლიერი მოთხოვნილება აღარ არის. რაღაცა ემოცია აღარ არის, რომელიც მეორე ადამიანთან გააერთიანებს რა. ან მაგალითად არის შიდა კონფლიქტები აქვს, შიდა რაღაცეები აქვს, რაც ვერ დაალაგა, შიდა დისკომფორტი და არ უნდა რომ ვინმეს რამე გაუზიაროს. ყოველ შემთხვევაში ეს ბარათი აჩვენებს, რომ ახლა ეს პიროვნება არავის არ ეძებს ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ემოციურად ამისი საჭიროება მას უბრალოდ არ აქვს. და მესამე ბარათი არის ჯოხების დედოფალი.
ჯოხების დედოფალი უკვე თავისთავად არის რაღაც ისეთი ძლიერი, დამოუკიდებელი, ისეთი სავსე ენერგიით. ანუ ადამიანი, რომელსაც უნდა თვით დამკვიდრება. ეს იქნება აი როგორი ადამიანიც, აი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ისედაც ვიცი როგორი ვარ, რომ მე ვარ დამოუკიდებელი, რომ მე ვარ სტაბილური, რომ იმდენად უნდა მას, რომ იმდენად ძლიერი სურვილი აქვს მას, რომ იყოს დამოუკიდებელი, რომ აი თითქოს ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ანუ საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ მიზნებზეა უფრო მეტად ორიენტირებული და ამიტომაც კარგავს რაღაცა იმ ემოციას სხვა მეორე ადამიანის მიმართ, იმ ყურადღებას მეორე ადამიანის მიმართ, ხო? ეს ენერგია, სწორედ ესეთი ენერგია შეიძლება ხშირად იყოს დისტანციის მიზეზი. ასეთი იყო ჩვენი სამი ვარიანტი. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ გაშლებზე.